ხედავ ჩემთან ატოლებს რომ გამოდიან და ხედავ როგორი გაბრაზებულები და ნაწყენები არიან იმის გამო რომ იმას რაც გვაქვს ეს თავისუფლება და ჩვენი თავის გამოხატვა რომ შეგვიძლია ის საფრთხე არის ახლა რომ აღარ შეგვეძლოს ეს დღეს რომ შენ და შენს თანატოლებს საკუთარი აზრის გამოხატვა თავისუფლად შეგიძლიათ ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკის დამსახურება. მათ გვერდით ვის ორგანიზებულ აქციაზეც გახართ მათ დროს თავისუფალი სიტყვის გამოხატვის უფლება არ ქონდათ. არ არსებობდა თავისუფალი მედია. არ არსებობდა თავისუფალი ბიზნესი. ჩვენს თანატოლებს იჭერდნენ, ჩვენს თანატოლებს ციხეებში აუპატიურებდნენ. ნაცები რომ არ გვინდოდა, იმიტომაც წავიდნენ. ახლა ვინ მოგყავს, გეკითხები. გაქვს ორი ვარიანტი. ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. ანუ არ გეგონოთ, რომ ისა ვინმე ხო მოვა, მასე არ კეთდება პოლიტიკა. გაქვს ორი არჩევანი: ნაციონალური მოძრაობა, რომლის ორგანიზებულ აქციაზეც გახარ, თუ ქართული ოცნება. ჩვენ, ვინც გადავურჩით, თუ ასე შეიძლება ითქვას, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, შვილო, ვერაფრით ვერ დავუშვებთ მათ მობრუნებას. შენ წარმოდგენა არ გაქვს რაზე საუბრობ და ჩვენ ამ რეჟიმს მოვესწარით. ჩვენი ახლობლებიანად, ციხეებში გაუპატიურებიანად, ბიზნესის რეკეტიანად, გირგვლიანის მკვლელობიანად, ჩვენ ეს ყველაფერი გადავიტანეთ. გავიარეთ. ამიტომაც თქვენი თაობის პროტესტი არ გვესმის და ვერც გავიგებთ. იმიტომ რომ თქვენ არ მოსწრები ხართ ამ რეჟიმს და თქვენ ვერ გექნებათ რეალური პროტესტი, ადეკვატური პროტესტი. თავისუფლებას არავინ არ გართმევთ იმ პარტიის გარდა, ვის გვერდითაც რეალურად ახლად გახართ, ხალხო. და ეს უნდა გაიაზროთ თქვენ, რომ უბრალოდ ცუდად გიყენებენ და გატყუებენ.